როცა არ უნდა დაფიქრდე 2008 წლის ომზე, ფიქრი და კადრი უკან გადაახვიე. უკანისკენ, უკანალისკენ, გენერალ ხრილოვის უკანალისკენ. როდესაც ომის საბოლოოდ წაგებული გეგონება, გაიხსენე, რომელ არმიას, რომელ ქვეყანას უნახავს მტრის გაქცეული მთავარსარდლის სისხლიანი უკანალი, ან რომელს ჩამოუგდია ბირთვული სტრატეგიული ბომბდამშენი. ნუ იტყვი დასრულებულად ომს, რომელიც გრძელდება. ნუ ჩათვლი თავს დამარცხებულად ბრძოლაში, სანამ ქვეყანა გქვია და გაქვს ვალი საკუთარი სახელმწიფოსა და შვილების წინაშე. ყველაზე მეტად გარიჟრაჟის წინ ბნელა. აღმაშენებელი იბადება, როდესაც თბილისს ამირა მართავს. სოხუმსა და ცხინვალში ოდესღაც ისევე ჩაისეირნებ, როგორც დღეს ჩადიხარ ბათუმსა და ახალციხეში. და აღარც გახსოვს, რომ ბათუმიც, ახალციხეც, ნინოწმინდაცა და ოზურგეთიც 100 წლის წინ დასაბრუნებელი გაგიხდა. ძალა აღმარცხნავს, მაგრამ მაგარი ქვა ნებისმიერ გუთანს ამდრევს. გუშინდა დღეს ვიღაც შეიძლება მოგერია, მაგრამ ნურას დროს დაუძახებ ბაბაიას, თორემ ხვალ მისი დამარცხების შანსს დაკარგა. თუ არაფერს გასწავლის ისრაელის შემართება მთელი სამეზობლოს წინააღმდეგ, თუ არაფერს გეუბნება ფინეთისა და ავღანეთის ბრძოლა დიად საბჭოეთთან, თუ არაფერს გახსენებს პრაღისა და ბუდაპეშტის აჯანყებები, ბრძოლის მაგალითი საკუთარი ისტორიიდან აიღე. ოდესმე თუ ყოფილა გარშემო იმპერია, შენი დაპყრობა რომ არ უცდია და ზოგჯერ ძალიან მძიმე დამარცხების, ძალიან მძიმე ხარკის, ძალიან მძიმე ოკუპაციის მიუხედავად, ოდესმე თუ შეგიწყვეტია ბრძოლა. ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. თუ ის გაკვეთილები არაფერს გეუბნება, თუ ეს ერთი მდუმარე საფლავი არაფერს გეტყვის, თუ ეს ათობით მდუმარე საფლავი არაფერს გეტყვის, ესე იგი ისტორია დამთავრდა. ესე იგი სათქმელი შენ არ გაქვს. ესე იგი ეს ბიჭები ნამდვილად მომკვდარა საქმე, რომელსაც ისინი შეელეწნენ. შენ უკვე გაქვს მათი ვალი, რადგან ისინი შენთვის ნასროლ ტყვიას გადაეფარნენ. ამ ვალის გადახდა კი მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება. შენი გამარჯვებით, მათი გამარჯვებით, წინ გამარჯვებით.